მსოფლიოს სამომავლო ეკონომიკური კოლაფსი. საბრძოლო დრონების გამოყენებით დიდი ლოჯისტიკური ჰაბების განადგურება და ამ მოვლენების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ხანდახან ახალ ამბებში ხედავთ ხოლმე, როგორც არა უბრალოდ თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტის ელემენტად უნდა განვიხილოთ, არამედ გლობალურ ინტელექტუალური სიმულაციური სისტემის მასშტაბურ სტრეს ტესტად, რომელიც აფასებს ასეთი ასიმეტრიული შეტევების ეფექტურობას და კრიტიკული უკმარისობის შემთხვევაში კონკრეტულად ამ გასატესტ სახელმწიფოზე სისტემური რეაქციის მოდელირებას ახდენს. ამჟამად რუსეთის ფედერაცია და უკრაინა ამ რთული ტექნოლოგიური და სოციოლოგიური ექსპერიმენტის საცდელ პოლიგონებს წარმოადგენენ, რადგანაც მათ გააჩნიათ რთული მრავალდონიანი ინფრასტრუქტურის უზარმაზარი ტერიტორიები და განაწილების ნაკადების მაღალი ცენტრალიზაცია. ეს ჭკვიანი სისტემა საშუალებას გვაძლევს მიწოდების ჯაჭვების დეგრადაციისა და ადაპტაციის ტემპს რეალურ დროში მკაფიოდ დავაკვირდეთ. სიმულაციური ინტელექტის მოდელირების ფარგლებში ასეთი ოპერაციები არამხოლოდ ობიექტების ფიზიკურ დაცვაში ავლენს დაუცველობას, არამედ რეზერვების მართვის ციფრულ ალგორითმებში სამთავრობო უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღების სიჩქარესა და აუცილებელი საქონლის დეფიციტის დროს წარმოქმნილი სოციალური დაძაბულობის დონეზე. თუ ეს ჭკვიანი სისტემისთვის ეფექტური მეთოდი აღმოჩნდება, მაშინ გლობალური ექსპერიმენტის ლოგიკური გაგრძელება იქნება შემდეგი ეტაპი, რომლის დროსაც მსგავსი სცენარები საკვების დისტრიბუციის უდიდეს ლოჯისტიკურ სისტემებზე გამოიცდება, რადგან სასურსათო უსაფრთხოებამ ნებისმიერი სახელმწიფო ერთეულის სტაბილურობის მთავარი საფუძველია და სწორედ აქ დევს მისი მთავარი დაუცველობა. კვების ცენტრებზე მასშტაბური ზემოქმედება სიმულაციის ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას მისცემს შეაფასოს აგროინდუსტრიული მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის კრიტიკული ზღვრები, ფასების ხელით განაწილების მექანიზმების ეფექტურობა და ლოჯისტიკის უნარი, რათა იგი სრული დეფიციტის პირობებში დეცენტრალიზირებულ რელსებზე გადავიდეს. ამგვარად ამ დარტყმებისა და მათი შემდგომი კრიზისების სერია ახალი ეპოქის განსაცდელების ერთიან კონცეპტუალურ რუქას ქმნის, სადაც კლასიკური ეკონომიკა და ლოჯისტიკა სიძლიერეს ციფრული მომავლის ალგორითმებით ცდიან, ხოლო სახელმწიფოები მსოფლიო წესრიგის რეფორმების გლობალურ ექსპერიმენტში ექსპერიმენტული სისტემის როლს ასრულებენ. თუ ოდესმე სიახლეებში გაიგებთ მსხვილ ლოჯისტიკურ და სასურსათო საწყობებზე თავდასხმების შესახებ, თქვენთვის ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ ჭკვიანი სისტემის გამოყენებით ქვეყნის სასურსათო სისტემის დაუცველობის შემოწმება დაიწყოთ. მაღაზიის პოტენციური გათიშვისა და ლოჯისტიკური პრობლემებისგან თავისა და თქვენი ოჯახის დასაცავად უმარტივესი გზაა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საიმედო ბაზა წინასწარ მოამზადოთ და სულ მცირე შემდგომი რამდენიმე კვირის სამყოფი პროდუქცია შეიძინოთ. პირველ რიგში სახლში დააგროვეთ გრძელვადიანი შენახვის პროდუქტების მარაგი, მარცვლეული, მაკარონი, ჩაშუშული ხორცის კონსერვები, შაქარი, მარილი, კარაქი და დაკონსერვებული საკვები. ასევე დასალევი წყალი თითო ადამიანზე დღეში მინიმუმ 3 ლიტრის ვარაუდით. აუცილებლად მოიმარაგეთ საჭირო და ძირითადი მედიკამენტები მინიმუმ შემდგომი რამდენიმე თვის სამყოფი. თავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მაღაზიებში არ აღკვეთ პანიკას და თქვენს ახლობლებთან წინასწარ განიხილოთ საგანგებო გეგმა. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ მოუთმენლობა დაგეუფლოთ.